ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილეზე საზეიმო ღონისძიება და კონფერენცია გაიმართა. ისაუბრეს სააგენტოს მნიშვნელობაზე დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, ასევე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებს გადაეცა ჯილდოები. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. გაიმართა პანელური დისკუსია, მონაწილეებმა იმსჯელეს სფეროში არსებულ პრაქტიკულ გამოწვევებზე, გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე მიდგომების დანერგვის აუცილებლობაზე. განსაკუთრებული მადლობა, რა თქმა უნდა, თითო ადამიანს, ვინც სრული შეიტანა ამ სააგენტოს დღემდე მოსვლაში, შექმნაში და კიდევ ერთხელ ხაზი ესმევა დღევანდელ დღეს 10 წლის იუბილეს, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ჯანსაღი გარემო, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის უსაფრთხო გარემო. სააგენტომ როგორც მარეგულირებულმა ორგანომ მნიშვნელოვანი პროგრესი მიაღწია ბოლო 10 წლის განმავლობაში, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ტექნოლოგიური და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. აღნიშნული კუთხით ჩვენ ვაპირებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, საერთაშორისო თანამშრომლობას და პარტნიორებთან კიდევ უფრო გაღრმავებას ურთიერთობების. ჩვენ იცით, რომ საქართველოს საბჭოთა პერიოდში წარმოადგენდა იმ სამეცნიერო ცენტრს, სადაც მიდიოდა აქტიური კვლევა ბირთვული მიმართულებით და ამის შემდგომ როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ბირთვული ნარჩენებისა დარჩა ქვეყანაში და სწორედ ამ ნარჩენების მართვა, მათი მაქსიმალურად მოშორება დასახლებული პუნქტებიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. ვარ ინსპექტირების და რეაგირების დეპარტამენტის თანამშრომელი, ინსპექტორი, ვახორციელებ ინსპექტირებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში. დღეს მივიღე ჯილდო. ძალიან მიხარია, პატივია ჩემთვის, რომ ჩემი მრავალწლიანი შრომა იყო დაფასებული.